ეროვნულ მუზეუმში პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით ვანის ანტიკური ნაქალაქარი გუშინ დღეს ხვალ შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს. კერძოდ იგეგმება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ნაქალაქარის ტერიტორიის მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოწყობა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარი დახჭურვა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში განთავსებული იქნება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებლს შეეძლება ღონისძიებას დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ვანიდან სპეციალურად მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეს იყო პრეზენტაცია ვანში მშენებარე არქეოლოგიის მუზეუმის პროექტისა, რომელიც დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და რაც საწინდარს დაუდევს ვანის როგორც ტურისტული ისტორიული ცენტრის ჩამოყალიბებას. 2018 წელს ვანის მუზეუმი გაიხსნება, ის იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტის და ეს განვითარება, რაც ვანში დღეს ხდება, ეს არის მიმართული პირველ რიგში მომავლისთვის და ამის მთავარი გამომყენებელი უნდა იყვნენ ადგილობრივი ცხოვრებლები.